სისხლძარღვთა ქირურგიაში მოღვაწეობ უკვე დაახლოებით 12 წელზე მეტია. ივანე ბოკერია საუნივერსიტეტო კლინიკაში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის და მიკროქირურგიის დეპარტამენტი, რომელიც ემსახურება 24 შვიდზე როგორც ამბულატორიულად, ასევე ურგენტულად სისხლძარღვთა ქირურგიულ პათოლოგიის პაციენტებს. დავით გეგელაშვილი სისხლძარღვთა ქირურგია, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 12 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ამჟამად ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. კლინიკა, სადაც მუშაობს პაციენტებს უწყვეტ რეჟიმში 24 შვიდზე ემსახურება. ემსახურებით მიკროქირურგიული ტრავმებით, როგორც ურგენტულად, ასევე გეგმიურად პაციენტებს. ჩვენი დეპარტამენტი ემსახურება გახსნილია 16 პაციენტზე, სადაც ხდება მომსახურება სრული სპექტრის, როგორც ღია ქირურგიული, ასევე ენდოვასკულარული კუნალობა სისხლძარღვოვან პათოლოგიებზე და ასევე როგორც მოგახსენეთ მიკროქირურგიულ პათოლოგიებზე და ტრავმებზე. მისთვის მედიცინა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის ყოველდღიური პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს ზუსტ დიაგნოსტიკას, დროულ ჩარევას და კოორდინირებულ გუნდურ მუშაობას. რთულ შემთხვევებში გადაწყვეტილება ხშირად წამებში უნდა იქნას მიღებული. სწორედ აქ ჩანს ქირურგის გამოცდილება და პროფესიული სიძლიერე. ჩვენს განყოფილებაში დასაქმებულია როგორც კვალიფიციური სისხლძარღვთა ქირურგები, ასევე უმცროსი ექიმები, რეზიდენტები, მათ შორის მართვა ხდება ჩვენი პაციენტების კვალიფიციური თერაპევტების მიერ, რომლებიც არიან უშუალოდ მკურნალი ექიმები თვითვეული პაციენტების, რამაც გაგვიადვილა როგორც პაციენტების ოპერაციამდე, ისე ოპერაციის შემდგომი მართვა და გამოსავალი. საკმაოდ მძიმე კონტინგენტია, რომელიც ხდება ანგიოლოგიური პათოლოგიით ჩვენს კლინიკაში, სხვადასხვა თანხლებით და გართულებებით და უამრავი რთული ოპერაციები ჩატარდა დაახლოებით უკვე 600-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა ჩვენს კლინიკაში. წლების განმავლობაში არაერთ მძიმე პაციენტს გაუწია დახმარება, თუმცა როგორც თავად ამბობს, არის შემთხვევები, რომლებიც მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვის გადარჩენას ეხება. გამოვარჩევდით ორ განსაკუთრებულ შემთხვევას. 1-2 წლის ბავშვს გაუკეთდა ოპერაცია, ჭრილობა მიღებული ჰქონდა კისრის მიდამოში, ძაღლის კბენის შედეგად დაზიანებული იყო საძილე არტერიები, რომელსაც დროულად და ადეკვატურად ჩაუტარდა ანგიოქირურგიული ოპერაცია, შემდგომში ჩარევა დასჭირდა ასევე ნეიროქირურგების მიერ და რა თქმა უნდა ჩვენს კლინიკაში ეს არის მულტიპროფილური კლინიკა. ბავშვის მკურნალობა შემდგომ გაგრძელდა ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც საკმაოდ კვალიფიციური медперсоналის მიერ მოხდა პაციენტის გამოჯანმრთელება და შემდგომში მკურნალობა გაგრძელდა სხვა კლინიკაში რეაბილიტაცია ბავშვის. ამჟამად ბავშვი გადაადგილდება დამოუკიდებლად, მდგომარეობა მისი დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ეს იყო მამაკაცი გულმკერდის აორტის ანევრიზმით, გართულებული სისხლდენით საყლაპავიდან. რამოდენიმე ეპიზოდი ჰქონდა პაციენტს საყლაპავიდან სისხლდენის, სამწუხაროდ დიაგნოსტირება ვერ ხერხდებოდა სისხლდენის მიზეზის. ჩვენს კლინიკაში მოხდა კვალიფიციურად დიაგნოსტირება, შეფასება მდგომარეობის, იყო დიდი ზომის გულმკერდის ანევრიზმა, ხვრელმილით საყლაპავში, საიდანაც ხდებოდა აქტიური სისხლდენა. ჩვენთანაც მოყვანილი იქნა პაციენტი სისხლდენის დიაგნოზით, შეფასდა პაციენტის მდგომარეობა, დაისვა დიაგნოზი, შეყვანილი იქნა საოპერაციოში და ანესთეზიოლოგიურ სამსახურთან ერთად მოხდა პაციენტის გადარჩენა, მოხდა ანევრიზმის რეზექცია, საყლაპავის მთლიანობის შენარჩუნება, ოპერაციამ ჩაერა გართულების გარეშე. როგორც მოგახსენეთ, თითქმის ყველა პაციენტების უმრავლესობა საკმაოდ რთული შემთხვევებია, ასაკიანი პაციენტები ხდებიან ჩვენთან, თუმცა ამ კლინიკაში ეს არის მულტიპროფილური კლინიკა, სადაც სრულყოფილად და ადეკვატურად ხდება პაციენტების მართვა როგორც ოპერაციამდე, ასევე პოსტოპერაციულად, სადაც მონაწილეობას ღებულობს
ყველა ექიმი დაწყებული ემერჯენსის განყოფილებიდან დასრულებული რეანიმაციით და შემდგომ უკვე ჩვენთან განყოფილებაში პოსტოპერაციულად პაციენტების მართვაში, რომელშიც ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი თერაპევტი ექიმები, ისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი. პაციენტები მის მიმართ მადლიერებას არამხოლოდ წარმატებული ოპერაციისთვის, არამედ ყურადღებისა და პიროვნული დამოკიდებულებისთვისაც გამოხატავენ. პროფესიონალიზმთან ერთად ადამიანური დამოკიდებულება ის თვისება, რომელსაც მისი პაციენტები ხშირად გამოყოფენ. საავადმყოფო არ ვიცოდი. მქონდა ძალიან დიდი ტკივილი, სხვა საავადმყოფოში დავდივოდი. აქ მოხდი შემთხვევით, შემაბიდაშვილა მოხდი ამ კეთილ ადამიანთან. არის ჩვენი მღრიელი, ეს ქარელი და მეხაშურელი ვარ. დიდებული ადამიანი, სპექტაკლი, წესიერი, კარგი. აი მუხლი ჩოგადგება და ისე დაჩერებია სულ ყველაფერს. გულთან მიაქვს სულ ყველაფერს, სუსტად ითაოთ აბოწებს სულ ყველაფერს. ვერ ხვეწები გამიშვი არ მიშვეს, ბოლომდე უნდა მოგარჩინოს. აბა აი ყურადღებიანი კაცი მე არ მინახია ექიმი. ზოგი გაიკეტას, გაილის და წავიდა ეს კაცი საერთოდ საღამონდი არ მიდის სულ აქ დაელო და 4-5 ექიმი დაფუსუსებენ თან. 3 ოპერაცია გამიკეთა ერთდროულად, ეს ფეხი აბოჭრილი, ეს აქ ჩამიყენეს აქვე არ ვიცი, ხიარი ვენა ჩააყენეს თუ გადაჭრილა და აკაც ერთი თითი მაქვს მოიწ. ძალიან რთული ამბავი იყო და ისე გამიკეთა ვერაფერი ვერ გავიგე. ორი ღამე ცოტა ვტკივე და გამაყუჩერებს ვიკეთებ და ახლა მშვენივრად თავარ, ძალიან კარგად თავარ, რა ვიცი. ზრუნავს ახლა 2 დღეში გამიშვებს და მე დაკვირვება გააკეთეს აქშიო და კიდე მომზადიო ჩვენთან და მე დანარჩენი გავაგზავნოთ თუ რაღაცა იქნება. დავით გეგელაშვილისთვის მთავარი შედეგი ის არის, როცა პაციენტი ოპერაციის შემდეგ სტაბილურად გრძნობს თავს და კურნალობას წარმატებით აგრძელებს. სწორედ ასეთ დროს მისი თქმით ყველაზე მკაფიოდ ხედავს თავისი საქმის შედეგს. რა თქმა უნდა, საამაყოა, როდესაც ურთულესი შემთხვევისგან გამოვდივართ გამარჯვებულები და პაციენტის გადარჩენა ხდება, პაციენტებთან კიდურების შენარჩუნება ხდება, საკმაოდ საამაყოა და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ეს არის დამსახურება გუნდურობის და არა ერთი ადამიანის. ამ გუნდში გაწევრიანებულია ყველა ექიმი, პირველ რიგში ჩვენი განყოფილების და მთელი ივანე ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლები, მათ შორის ადმინისტრაცია, ვინც ყველანაირად გვერდში გვიდგას და ხელს გვიწყობს, რომ ყოველთვის გამოვიდეთ და ვიყოთ გამარჯვებულები და წარმატებულები თვითონ ამ რთულ кейსში.